რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემაა. გამარჯობა. თქვენთან არის ვაშა გადაცემა, თენგის გოგოტიშვილის პოდკასტის სპეციალური გამოშვება. თუ ჯერ არ გამოგიწერიათ, აუცილებლად მოიწონეთ და გამოიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე ჩვენი პოდკასტი. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. სად და როგორ იწყება ქოცობა? რა არის მისი პირველადი გამოვლენა? ქოცობის ერთ-ერთი პირველადი გამოვლენა არის პიზას ტესტი. პიზას ტესტი, რომელსაც ქართული სკოლები, ზოგადად ქართული განათლების სისტემა მუდმივად აგდებს. უკანასკნელი შედეგებით, რომელიც 2023 წელს ეკუთვნის, წაკითხulis გააზრებაში ქართულ მოსწავლეებს უჭირავთ 67 ადგილი 91 ქვეყნიდან. მათემატიკაში უჭირავთ მე-60 ადგილი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 66 ადგილი 91 ადგილიდან. ფაქტია, რომ მაჩანჩალები ვართ, სრული მაჩანჩალები, აბსოლუტურად უკანა ვართ და მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება. წლიდან წლამდე პიზას ტესტებში ჩვენი შედეგები უარესდება. ახლა ქოცების ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ დააანონსა რეფორმა, ხედვა, რომელსაც რეფორმას უწოდებს და რომელზეც ყველა სპეციალისტი ამბობს, რომ ეს იქნება განათლების სფეროს საბოლოო დასამარება. იქნება თუ არ არის რეალური დასამარება, მაგალითად 12 წლიანი სწავლების გაუქმება და სკოლებში მე-12 კლასის მოხსნა ჩაუკეტავს თუ არა ქართულ აბიტურიენტებს გზას ევროპული უნივერსიტეტებისკენ. ამის შესახებ ვესაუბრებით ამ სფეროს საუკეთესო მცოდნეებს. გიგი გამარჯობა, ლიკა გამარჯობა. მართლა დაუკეტავს თუ არა ქართულ აბიტურიენტებს, ქართულ ახალგაზრდებს ეს 12 წლიანი სწავლების გაუქმება გზას ევროპული უნივერსიტეტებისკენ. მე-12 კლასის აკრძალა ფაქტიურად არის ევროპის სივრციდან ჩახსნა მთლიანად, იმიტომ რომ არავინ აღარ ცნობს ამის მერე იმას საქართველოში მიღებულ საშუალო განათლებას. განათლება ძალიან ტრადიციული დარგია და იქ რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს იმ კრედიტებსაც, რომელსაც შენ იმაშვები, შენ იღებ, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა განსაკუთრებით საშუალო განათლების პერიოდში წლების რაოდენობასაც. იმიტომ რომ და ეს აბსოლუტურად სამართლიანი თვლა, რომ რაღაცა ასაკი ბავშვმა უნდა გაატაროს სკოლაში. რომელსაც სადაც არის მისი მოქალაქით ჩამოყალიბება, სადაც არის მისი ძირითადი უნარების განვითარება და რაღაცა ასაკები არის ადრე, როდესაც ისინი გადაწყვეტენ დაუშვათ კოლეჯში ჩააბარონ ან უნივერსიტეტში ჩააბარონ რა. ეს არის ბავშვის განვითარების ამბავია და ამიტომაც კი, ნამდვილად, შენ თუ არ ისწავლე 12 წელი, არავინ იქ არ მიიღებს, არც ევროპაში და არც ამერიკაში. იქნება რაღაც ფასიანი დვირი, შეიძლება თქვა რომ მხოლოდ კერძო სკოლებშია 12 წლიანი სწავლება, არც ეგ არის გამორიცხული. იმიტომ რომ კერძო სკოლებს ხო ვერ გაუქმებენ, იმიტომ რომ მაგათ აქვს ეს ინტერნეშნალ ბაკალავრიატების და რაღაცეების ისინი, ხო, სწავლების სისტემები ხა. იმათ შენ ვერ ეთქვი, რომ ეხლა მიდი შენ 11 წელზე დაიყვანე შენ ინტერნეშნალ ბაკალავრიატი. ყველაფერი შეიძლება უთხრა, მაგრამ არ გამოვა ისინი იმოვეთ როგორც კი 11 წელზე დაიყვანე, იმავე წუთას დაკარგავენ ამ აკრედიტაციას. ასე რომ შეიძლება ესე გააკეთონ, რომ აი მარტო იმაშია, მარტო კერძო სკოლებში არის ესე იგი 12 წელი. საკონტროლო სკოლებში 11 წელი. სისულელია, იმიტომ რომ არ შეიძლება სასკოლო სისტემა ორ რეჟიმში მუშაობდეს, 11 წლიანიც ქონდეს და 12 წლიანიც ქონდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ემჩნევა თუ ცოტათი უკან დაიხიეს და ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ეს კონცეფცია არ არის განათლების სპეციალისტების მიერ შემუშავებული და უფრო მეტიც განათლების სამინისტროს იდეა ეს კონცეფცია არ ყოფილა. ეს არის უშუალოდ ირაკლი კობახიძის, ასე ვთქვათ, პროექტი, მისი იდეა ფიქსით და განათლების სამინისტროს თანამშრომლები უბრალოდ იძულებულები არიან ეხლა როგორც დისციპლინირებული ქოცები, რომ აი ამის, ასე ვთქვათ, პრეზენტაცია წარმოადგინონ და დაიცვან მისი ყოველი ფრაზა, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან ამას თუ არა. და დიდწილად ისინი ამას არ ეთანხმებიან, ეს ვიცით. უფრო მარტივად ვიკითხავ. მე შეიძლება შევძლოდოთ 11 წელიწადში ვისწავლო იმდენი, რამდენსაც სხვა სწავლობს 12-ში. 12 წელიწადში, 12 კლასის განმავლობაში. მაგრამ ამის მიუხედავად ჩემთვის სორბონა მაგალითად ჩაკეტილია, აღარ მიმიღებენ ჩემს ატესტატს, აღარ ცნობენ ევროპაში. ევროკავშირი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა ამ 12 წლიანი განათლების, ასე ვთქვათ, ფორმატისკენ. იქაც რიგ ქვეყნებში განსხვავებული იყო. ზოგადად 13-იც კი არის ახლა წარმოდგენილი იგივე ესპანეთში, გერმანიაში ძირითადად 12 არის. ეს არის ბავშვის განვითარების ფიზიოლოგიასთან და ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული თემა. ეს არის გაზრდის პროცესის ამსახველი რეალობაზე პასუხიას. ეს არ არის შემთხვევითად გამოთვლილი ამბავი, ეს არის სასწავლო საათების რაოდენობა, ეს არის
ის გაზრდილის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ უნდა ბავშვებს გადავცეთ და შეიძლება ყველაფერი ჩავტენოთ 10 და 11 წელიწადში, ასე ვთქვათ, იმიტომ ფიზიკურად ამისი დრო არ არის. როგორც გითხარი, იცვლება გარემო, იცვლება დაგრობილი ცოდნის მოცულობა და სასკოლო განათლების დასრულების შემდეგ რაღაცა დონის კომპეტენციები მოსწავლეს უკვე უნდა ქონდეს და ამ კომპეტენციების განვითარება 11 წელიწადში ვერ ესწრება ბავშვების კიდევ ერთხელ მეორე ფსიქოფიზიოლოგიის გამო. აი, maturity რაც არის, ხო, გარკვეული სიმწიფის ადამიანი უნდა იყოს, რომელიც შევა უმაღლეს განათლებაში. და საჭიროა გარკვეული, 18 წელი ითვლება იმასაკად. ეს არის ყველაფერი ციკლურობის მიხედვით აწყობილი. ასაკურველია შეიძლება იყოს გამონაკლისები, ამას არავინ არ უმარყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს საშუალო მონაცემების ბავშვებზე გათვლილი სისტემა. ჩვენ მქონდა ეგ სისტემა 11 წლიანი როცა იყო გერმანიაში არავინ არ გვიღებდა, მაგრამ ეხლა ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ მე გერმანიაში ვმუშაობდი მაგ პერიოდში, ისინი ითხოვდნენ კიდევ 1 წელი დამატებითი განათლების მიღებას და მხოლოდ მერე ხდებოდა უნივერსიტეტების მიერ საბუთების განხილვა. ანუ განხილვაზეც არ დაიშვებოდა, არ მიიღებდნენ. ევროპის უნივერსიტეტებში იმდენი მსურველი არის სწავლისა, რომ როგორმე ეხლა ქართულ სტუდენტების გამო ისინი თავს არ მოიკლავენ. ეს ჩვენ გვინდა იქ სწავლა. გლეხურად რო ვიკითხო, რამ უკბინათ ახლა ამათ? რა რეფორმა აუწყდათ? რა არის რეალურად ამის მიზეზი? ილეონის ქონების გაყიდვაა, თავარი მიზანი, თსუს ქონების გაყიდვაც არის, იმიტომ რომ ამასიანად გავიგე, რომ ესე იგი რაღაცა, ესე იგი მას დეველოპერებს შევხვდი და იქ რაღაცა შემთხვევით და იქ რაღაც ლაპარაკობდნენ, რომ აი რაღაცას იქ ვაკეთებთო და გითხრესო, რომ თვითონ მოსახლეობამ რომ ეს მეხუთე კორპუსის გაიყიდებაო მალეო რა. ანუ ჯავახიშვილსაც ხო თქვა მე იმ კოლბახიძემ რომ პირველ და მეორე კორპუსს არ მოვკიდებთ ხელს მარტო და დანარჩენს გავყიდით. ხა იქ უამრავია ხო ესე იგი მეხუთე კორპუსი, მეექვსე კორპუსი, მეშვიდე კორპუსი, ანუ ყველა ეს არის. ყველა კარგი ლუკმებია. ხო ეგ არის სინამდვილეში ეგ არის. არის რა თქმა უნდა, ესე იგი ამის მერე, ნუ ეს არის ფული, ხო? ეს ერთი ამბავი, მეორე ამბავი, რა თქმა უნდა, შურისძიება. ეს სუბიექტურია. შურისძიება იმ რეფორმაზე, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ 2003 წლიდან და კონკრეტულად ილეს სახელმწიფო უნივერსიტეტზე. და დაბრუნება იმ 2003-მდელი პერიოდის. გახსოვს ხო როგორ პერიოდის იყო 2003-მდელი, ესე იგი უნივერსიტეტები სულ ახლახან ცოტა ხნის წინათ ჩამოყალიბდნენ 2003-ში რა ვითარება დაგხვდა, ხო? 2002-ში თუ 2001-ში ჩამოყალიბდნენ როგორც საჯარო სამართლის სუბიექტები, მანამდე არ იყვნენ, მანამდე იყვნენ უბრალოდ იმის სამინისტროს ნაწილები. ასე იყო, ჩვენ რო სწავლობდით, ესე იყო რა, ეს უნივერსიტეტი კი ერქვა რაღაცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის რაღაცა და რაღაც, მაგრამ სინამდვილეში იყო სამინისტროს ნაწილი, ანუ იურიდიულად რა. მერე გახდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მაგრამ იყვნენ იმაში რა, ძლიერ დაქვემდებარებაში იმისი, სახელმწიფოსი. სახელმწიფოს ძლიერ დაქვემდებარებაში უკვე არის საქართველოს უნივერსიტეტები, იმიტომ რომ აი ამ რამდენი ესე იგი 14 წლის განმავლობაში ძალიან კარგად მოახერხა ქართულმა ოცნებამ, რომ ფაქტიურად ესე იგი აკადემიური თავისუფლება წაიღო. ლიანად ისე რომ არც ერთ უნივერსიტეტმა არ გააპროტესტა. თუმცა კერძოში წაღებული აქვს აკადემიური თავისუფლება, არა მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტებში. არა არ აპროტესტებენ, ნუ მაგაც საქმეა. ცუდია, მაგრამ ნუ ახლა ფაქტია ეგ არის, აკადემიური თავისუფლება რა არის? ხო აკადემიური თავისუფლება არის, რომ უნივერსიტეტის პროფესორებმა თვითონ გადაუწყვეტონ რა უნდა ასწავლონ, როგორ უნდა ასწავლონ ყოველგვარი გარჩევების გარეშე. კვლევაზე ლაპარაკი ზედმეტია თავისთავად. ხო და ახლა ისე არის აქ ამვითარებაში, რომ რა უნდა ასწავლონ, როგორ უნდა ასწავლონ და რა უნდა იკვლევონ, ამას ყველაფერს წყვეტს სახელმწიფო დღეს. ესე იგი რა უნდა ასწავლონ და როგორ ასწავლონ აკრედიტაციის სამსახურის საშუალებით, რა უნდა იკვლევონ ეს იმისი, რა ქვია, რუსთაველის ფონდის საშუალებით. ეს აღებულია. ეხლა უკვე ჯერ იმედგა იმაზე ინსტიტუციურ იმაზე დამოუკიდებლობაზე და ამის გაუქმებაზე. ამასაც აკეთებენ. ანუ მთლიანად არის ეს რესტავრაცია, მთლიან გადამცემ ფული გაკეთდება დიდი. ეს არის რესტავრაცია უბრალოდ. ამით მიიღებენ მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ბევრ უკმაყოფილ ადამიანს. ძალიან ბევრ უკმაყოფილ ადამიანს, არაინსტიტუცილებურ ახალგაზრდას, რომელიც არის პრობლემა. იმიტომ რომ როდესაც ახალგაზრდა სტუდენტი არ არის, სხვაგან ეცებს ხო თავის იმას რა, თავისი სურვილების და მისწრაფებების და იმის გამოყენებას. ამას მიიღებენ და საბოლოოში ერთმა დაანცულად შემოგვიდგება, თქვათ რომ ეს არის ისა, ესე იგი დაბრუნება რუსეთში. და ვის უნდა რუსეთში დაბრუნება და რატომ? შეიძლება აქ არიან ჩართული ეს ისეთი ძველი რეპეტიტორები რა შეიძლება, იმიტომ რომ იმათ უნდათ ეს რეპეტიტორობის სისტემის აღდგენა. ანუ ადგილები შემცირდება, ესე იგი კომისიის წევრები, ვინც იქნებიან იმაში მისაღები კომისიის წევრები, მათი ესე იგი რეპეტიტორობა იქნება ძალიან ძვირი,
ალბათ ერთიანი უმაღლესი ეროვნული განათლება გაუქმდება. ისედაც გასაუქმებელია ეგ პრინციპში, იმიტომ რომ უკვე გადაიქცა იმას რა რაღაცა შეფარული კორუფციის წყაროთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესენს აპირებენ ალბათ კი არა, გამიგია კიდეც რო აპირებენ. ალბათ ესეც არის აი ამ რეპერტორობის ინსტიტუტის აღდგენა. იმიტომ რომ ვიღაცები მაგდროს ცხოვრობდნენ კარგად თუ გახსოვს, ხო, ესე იგი რაღაც ამზადებდნენ იმას აბიტურიენტებს, უზარმაზარ ფულს იღებდნენ, რა ვიცი, ესა კარგად ცხოვრობდნენ მოკლედ რა. ესეც არის რა რესტავრაციის ნაწილში. ეხლა ფიქრობ, აი ამ კოცი ფუნქციონერების წინაპრების ამ შემთხვევაში რაღაცა მნიშვნელობა რაღაცა რო თამაშობენ, იმიტომ რომ იმის მოყოლაში რომ მაშინ ყველაფერი კარგად იყო რა. და რამდენად აღდგენადია ის ძველი სისტემა? აი ბოლომდე არ არის ჯერ დანგრეული, ჯერ კიდევ შეიძლება იმის აღდგენა. ჩვენ დროს რო იყო ხო გახსოვს, როდესაც ჩვენ სწავლობდით, ესე იგი რა იყო ესე იგი გამოყოფილი ფული რაღაცა რაოდენობის ადგილებისათვის, იმპულს აძლევდნენ უნივერსიტეტებს და კონკრეტული სპეციალობით უნდა აი მაგალითად შეიძლება მე მომიმზადე ისტორიაში 200 კაცი, ვისაც უნდა ეს 200 კაცი არ არის, მაგრამ ესე ეგულებოდეთ, ხო? ან საინჟინროზე მომიმზადე 500 კაცი. რა უნდა ქნას იმ 500 საინჟინრომა კაცმა არ იცის, მაგრამ ნუ იყო ფერე, ხო? ან ფიზიკაში მომიმზადე, რა ვიცი, 300 და მე 300-დან ესე იგი 299 პარლამენტში აღმოჩნდა და ასე შემდეგ მოკლედ რა. როგორც არის. ხო და ეს არის სახელმწიფო შეკვეთა. სახელმწიფო შეკვეთა ყოველთვის არ მოუქნელი, ყოველთვის არ ცოტა. და ალბათ ისევ გააკეთებენ იმას, რომ გახსოვს ის რო იყო პირველი კერძო ისინი რო გაჩნდა კერძო სექტორები, სადაც ესე იგი იღებდნენ რომელიც არ ჯდებოდა ამ სახელმწიფო შეკვეთაში და უფრო მეტ უძვირი იყო. ალბათ ეს ისევ დაბრუნდება, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ეხლა დღეს არის ესე იგი 40,000 აბიტურიენტია და 45,000 ადგილი არის უმაღლეს სასწავლებლებში. ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ეს ცუდია, იმიტომ რომ აქ ლაპარაკი იმაზე, რომ ესე იგი შენ კონკურენცია შექმნა და სიტუაცია გამოასწრო, რომ კონკურენცია არ იქნება იმითი. ესე იგი ვინ უკეთესად ჩააბარებს, კონკურენცია იქნება იმითი, რომ ესე იგი შენ როგორი უნივერსიტეტი ხარ, ის სწავლება შეგიძლია და ბაზარზე როგორ გადიხარ იმის, ხო, უმაღლესი განათლების და კვლევის ბაზარზე. იმიტომ ესეც ბაზარია, ხო, ესე როგორც ყველაფერი დანარჩენი. ხო და ამის მაგერად ისევ იმას იზამო, ხო, სადღაც ალბათ დაიყვანენ ამ ადგილებს, ესე იგი სახელმწიფო ფულიც არა აქვს თან, ხო იცი? იმიტომ რომ სახელმწიფო შეკვეთას რო ამბობენ, ესე იგი ამის ესე იგი რა თქმა უნდა 40,000 სტუდენტს ვერავინ უზრუნველყოფს საქართველოში, ხო, თან ამით უმეტეს ხა ეს ეკონომიკური ზრდა რაც არის, ხო ვიცით რა კარგად. ხო და ამიტომ შეამცირებენ ადგილებს, ალბათ დაიყვანენ სადღაც, რა ვიცი მე ალბათ 10,000, 15,000 ალბათ მეტი არ იქნება, ესე იგი ყოველ წელიწადს და დანარჩენს ალბათ გაუშვებენ აი ესე იმაში, როგორც მაშინ იყო. ესე იგი 2003-მდე ან თავისუფალ ცურვაში რაღაცა კერძო სექტორები და რაღაცები. კერძო სექტორი ნიშნავს იმას, რომ ყველა თვითონ იხდის. არა და ბევრს რეალურად არ აქვს საშუალება, რომ 1000-ები იხადოს სწავლაში. თვითონ ამ გრანტის რაოდენობა საკმაოდ პატარაა, თვითონ უნივერსიტეტების ბიუჯეტებში ძალიან პატარა ადგილი უკავია იმას, აი ამ სახელმწიფო გრანტს. ანუ თუ მაგალითად აქვს უნივერსიტეტ 15,000 ადგილი, ნუ აი სახელმწიფო გრანტი შეიძლება იყოს 3,000 კაცი. ან 1000 კაცი, ან 4,000 კაცი, მეტი არ არა. ეგეც საქმეა, მაგრამ ცოტა რეალურად ესე იგი ყველა თვითონ იხდის, თითქმის ყველა. ყველა თვითონ იხდის და ეხლა მაშინ ესე იგი ეს რა იყო, მაშინ რატო იმას გვენთ? რატო გავაკეთეთ ეს ისა? ესე იგი გავუშვით. ნუ თავისუფალ ცურვამაც არ გამოვიდა, მაგრამ ნუ რატო დავუწევთ გადასახადი, იმიტომ რომ გამოირკვა რომ ესე იგი მომზადებაზე მაშინ 2003-ისათვის ესე იგი household-ი, ანუ საქართველოს მოსახლეობა ხარჯავდა საერთო ჯამში სადღაც 20 მილიონს. იმდროინდელ 20 მილიონი მას ლარს რა. ნუ ეხლა მომზადებაში ბევრად უფრო მეც ხარჯავს, ეხლა სადღაც 100 მილიონამდე ხარჯავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ უნდა შეზღუდო რაოდენობა და პირიქით სირთულეები გაუჩინო, პირიქით ეს იმის ინდიკატორია, რომ შენ შეგვიძლია ადვილად გააზარდო ან საერთოდ თავისუფალ ცურვაში გაუშვა უნივერსიტეტების მიერ ფასების დაწესება, მაგრამ ნუ ამასაც დავანებოთ თავი, თუ რამაზე ლაპარაკი ხო, შენ ხო იცი რომ ახლა უაზრობაა, ხო? არავინაირად არ გააკეთებს. ეხლა თავისთავად ამაში დიდი უბედურება არ არის რა, ხა როგორც წესი ხა ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასეთი ესე რო ვთქვათ, ეს executive ისინი სპეციალობები ნაკლებხნიანია და ფუნდამენტური მეტხნიანია. მაგრამ ამას ისე უნივერსიტეტი წყვეტს და ისე უნივერსიტეტებს შორის შეთანხმებით წდება და არა ისა, არა დიქტატით იქიდან, სახელმწიფოს მხრიდან რომ აუ ეხლა 3 წლიანი იქნება და ეს იქნება უცბად 20 წლიანი ან არა. ხო, იცი რა, ყველგან სადაც რეგულაცია ყველაფერი ფუჭდება. ისედაც ხო ვიცი, დღეს თუ რაღაცა ცუდად არის იმაში საქართველოს უმაღლეს განათლებაში, მხოლოდ იმიტოა რომ ზედმეტი რეგულაციები არსებობს. სამინისტროს სახით და აკრედიტაციის საბჭოების და რაღაცების. ეს ესეა და ხა ამას უკიდე უფრო გამწვავებინა კიდე უფრო გართულები ხო წარმოვიდგენე ეს ისედაც ესე იგი გაჭირვებული განათლების სისტემა და კვლევის სისტემა რა დონეზე დავა საერთოდ.
არც ერთი ის მეთოდი, რომელიც ჩვენ კონცეფციამ შემოგთავაზა, განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული არ არის. და კიდევ ერთ-ერთი ფაქტორი, რაზედაც მე მინდა აუცილებლად გავამახვილოთ ყურადღება, არის ის, რომ რეფორმას ესენი პრინციპში იძულებით იწყებენ, იმიტომ რომ სისტემაში არ არის ფული. ანუ ერთ-ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა ქართული ოცნება, მდგომარეობს იმაში, რომ არც განათლების სისტემაში, არც მეცნიერების სისტემაში სამწუხაროდ არ არის რესურსები და სჭირდებათ ამ რესურსების დაზოგვა. 11 წლიან სასკოლო განათლებაზე გადასვლა, თითო წლის მოკლება ბაკალავრიატისთვის და მაგისტრატურისთვის, შენობების გაყიდვის თემა, ეს ყველაფერი არის ასეთი ირიბი მეთოდები იმისა, რომ ხარჯები შემცირდეს განათლებაში. ასე რომ აქ ორი საკითხი არის, ესე იგი ხარჯების ნაკლებობა, ხარისხის გაუმჯობესება, თუმცა ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ და ყველაზე უფრო მთავარი რაც არის საკმაოდ ეს სისტემის გაკონტროლება, ანუ სრული კონტროლის ქვეშ მოქცევა როგორც ინსტიტუციურ, ისე პერსონალურ დონეზე. და ფული რატომ არ არის? ხომ გვეუბნებია რომ ასე შლიგინით მიდის წინ ქართული ეკონომიკა ვითარდება და გვემატება მთლიანი შიდა პროდუქტი და ყველაფერი დანარჩენი. ფული რატომ არ არის? არ ვიცი, კი, მოთუხტუხე ეკონომიკა გვაქვს, არნახული ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ფული არ არის. ფული არ არის, იმიტომ რომ არ იზრდება მაგალითად განათლების სამინისტროს ბიუჯეტი პირიქით ის 400 მილიონით მცირდება. არ იზრდება რუსთაველის ფონდის მიერ გაცემული ეროვნული სამეცნიერო გრანტების ოდენობა და სულ 2 დღის წინ წამოგვეწია გზად კიდევ ახალი ცნობა, რომ არც სტუდენტების ვაუჩერების ზომა არ გაიზრდება უახლოესი 2 წლის განმავლობაში. ძალიან მარტივი დასკვნაა, რომ ფული არ არის და პირდაპირ თქვენ კაცმა პრეზენტაციის დროს, რომ შენობებს გავყიდით და ამის ხარჯზე გავაუმჯობესებთ სიტუაციას. ესე იგი, შენობების გაყიდვის საჭიროება რო დგება, ეს ნიშნავს იმას, რომ ფული არ არის. ერთ-ერთი მიზეზი, ახლა მე არ ვარ ეკონომისტი, არის ის, რომ ევროპის მხრიდან ყველანაირი სახის დახმარების პროგრამები შეჩერდა. შაშან 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების ერთ-ერთი პუნქტი ხო ეს იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლამდე უარს ამბობს ევროკავშირისაგან დახმარების პროგრამების მიღებაზე, ხო? აი ეს შედეგი მე მგონი დადგა, თუმცა ალბათ ეკონომისტები უფრო უკეთ უპასუხებენ ამ კითხვას. პირდაპირ საბიუჯეტო დახმარება იყო რასაკვირველია, ამას იღებდა სამინისტრო და კიდევ იყო უამრავი სხვა პროგრამა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ეხმარებოდა და ეს დონორი პროგრამები ნელ-ნელა იხურება და გადიან, იმიტომ რომ 3 კანონი არის მიღებული ოცნების ხელისუფლების მიერ, რომელიც ძალიან ზღუდავს საერთაშორისო დონორებისაგან დაფინანსების მიღებას, გამჭვირვალობის კანონი ფარა და კანონი გრანტების შესახებ. და ძალიან ბევრ დასავლელ დონორს სულაც არ უნდა, რომ ეხა მთავრობას უთანხმოს მისცემენ მას თუ არა საშუალებას პედაგოგების ტრეინინგის დაფინანსებისა და ასე შემდეგ. მათთვის ბევრად უფრო მარტივი არის დახურონ ქვეყანაში ეს პროგრამები და ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ირიბი შედეგი ამის არის ის, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ეხლა უბრალოდ გაჩერებული არის და ვერანაირ დაფინანსებას ვერ იღებენ. როგორც წესია, ხელშემშლელი არის დაბალი ხელფასები. იმიტომ როგორ არის სამწუხაროდ საქართველოში სწორედ იმის გამო, რომ სახელმწიფო აკრედიტაცია არსებობს და სახელმწიფო წვეთს სრულად გაურკვეველი კრიტერიუმების საფუძველზე, რომ ამის სწავლა შეიძლება, იმის სწავლა არ შეიძლება და ესეთ პროგრამით უნდა ესწავლებოდეს, რეალურად ესე კვლევითი კონკურენცია საქართველოში არ არსებობს. პროფესორებს შორის, ანუ მაგალითად უნივერსიტეტებს სადაც აი ხო ნორმალურ ქვეყნებში, ხო, ბრიტანეთში, საფრანგეთში, ამერიკაში, ეროვნულ შტატებში პროფესორს რა გამოარჩევს? ხო, გამოარჩევს მისი კვლევა და კონკურენცია არის კვლევითი ფაქტორი, ხო? შესაბამისად, ესე კარგი პროფესორი ნიშნავს ბევრ სტუდენტს, ცუდი პროფესორი ნიშნავს ცოტა სტუდენტს. ამიტომ ეს არის კონკურენცია, ხო? ყველა ნადირობს ესე, ყველა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ნადირობს კარგ პროფესორებზე, რომ შემდეგ ესე კი კარგი პროფესორი საფუძვლად დაუდოს იმას, სტუდენტების იმას, მოძიებას და მოყვანას. ხო და ეს როცა არ არის ეს კონკურენცია, ხო, საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ისევ სახელმწიფოზეა დამოკიდებული, ესე იგი ვინ იქნება პროფესორი და ვინ არ იქნება პროფესორი. კონკურენცია თუ არ არის, ესე იგი რაღაცა სხვა საშუალებებით ხდება ეს ამბავი. და ამიტომაც ხელფასები არ იზრდება, ამიტომაც ფაქტიურად გათანაბრებულია საათობრივი ანაზღაურება, პროფესორების ანაზღაურება აქ იგულისხმება, ვინც იმაზე მუშაობს, სრული დატვირთვით მუშაობს. ამიტომაც საფაქტოა საქართველოში რა კი არ არის კონკურენცია კვლევაში, არც არის კვლევა. რომ კონკურენციის გარეშე კვლევა შეუძლებელია. ხო, ასე თქვეს თვითონ. და თქვეს რომ პროფესორებს ახლა ძალიან დაბალი ხელფასი აქვთ, ამიტომ ბევრ ადგილას უწევთ მუშაობა.
ჩვენ რომ ამ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ, პროფესორს 10,000 ლარი ექნება ხელფასი, სამაგიეროდ ერთ ადგილას იმუშავებსო. და ეს რეალისტური მიზანია, გაკეთებადია საქართველოში. ან ცუდია ასე რომ იყოს. ისე როგორც ისინი ამას გვთავაზობენ, ეს არის არარეალისტური და ერთმა პროფესორმა დღეს რომ მიიღოს 10,000 ლარიანი ხელფასი, დაახლოებით მისი 8-9 კოლეგამ უნდა დატოვოს უნივერსიტეტი. ანუ ერთი პროფესორის ხელფასის ასეთი ზრდა თუ არსებული დაფინანსების სისტემა არ შეიცვალა და იგივე მოცულობით და როგორც ჩანს შემდგომი 2 წლის განმავლობაში მოცულობა დაფინანსების არ იცვლება, იმიტომ რომ კანონი დაგვაწიეს ახლა გზაში, რომელიც გრანტს ისევე ანგარიშობს, ხო? ეს ნიშნავს, რომ მე რომ მივიღო 10,000 ლარიანი ხელფასი, ჩემი 8 კოლეგა უნდა გააგდონ უნივერსიტეტიდან. და არ ვიცით როგორ ხდება ამ პროფესორების შერჩევა. ანუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ნახე, ქაღალდზე დაწერილი ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ რეალობაში ჩვენ ვიცით ამის გადმოტანა რას ნიშნავს, იმიტომ თვითონვე ამბობენ, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდება ეს ყველაფერი. დღეს პროფესორებს უნივერსიტეტებში აბრალებენ იმას, რომ ნაცების დროს ხართ შერჩეულები და ამიტომ არ ახართ კეთილსინდისიერები და ბოლო 13 წლის განმავლობაში ოცნების პირობებში ჩატარდა ყველა აკადემიური კონკურსი. რა ის ნაცები? ესეთოთ რა დროს ნაცებია ამ შემთხვევაში. 13 წელი ამ სისტემის ფუნქციონირებას მართავდა, აკონტროლებდა და აფინანსებდა ქართული ოცნება. და ეხლა აღმოაჩინეს უცებრო თურმე ვერ მართავენ და თურმე ხარისხი არ ვარგა და თურმე რაღაცები გასაუმჯობესებელი არის. ეს სასაცილო არის უბრალოდ. დამდგენი კრიტერიუმების არ არის მოქნილი. და მაგალითად თქვენს რომ აი მოდი ესე გავაკეთოთ რომ ესე იგი უმაღლესი კრიტერიუმი არის ციტირება. არ არის ყველა დარგში ესე. ხო? მაგრამ სადღაც შეიძლება იყოს პუბლიკაციის რაოდენობა და ციტირება იყოს შემდეგი. სადღაც შეიძლება იყოს ციტირება, ოღონდ ეს ციტირება უნდა განიხილებოდეს ძალიან სპეციფიკური კუთხით. ასე შემდეგ, მოკლედ, ბევრი ისინია, ესე იგი აკადემიური სფერო არის საკმაოდ მოქნილი, დიდი და საკმაოდ რთულია მასში გარკვევა, თუ არ ახარ შიგნით, რა. ამიტომ გარედან სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი ხისტი კრიტერიუმის დადგენა მხოლოდ გააფუჭებს საქმეს. აი ეს როგორ ახლა თუ ეს მოხდა, გეტყვი როგორ იქნება. ჯერ ვთქვათ, მოდი ახლა ციტირება იყოს თავარი. მე აღმოაჩენ რომ მათამი ლოიალურ ადამიანებს ციტირება საერთოდ არ აქვს. მე და გააკეთებენ რაღაცა დაშვებას. და ითქვა რომ მოდი ხო ის არ აქვს, მაგრამ მოდი ისქნათ რომ მოდი ახლა იქნებ ციგნების გამოქვეყნება უფრო მნიშვნელოვანი იყოს. მე ვნახავ რომ კიდევ ვიღაცა ლოიალურებს ისე ციგნებიც არ აქვს და მე ვიტყვია რომ მოდი კაცო ის ხო არ იყოს, სხვა ხო არ გავაკეთოთ. ლექციების კითხვა ხო არ იყოს მოდი რა და მე ვიტყვი მოდი აბა ლექციების კითხვის გამოცდილება რამდენი აქვს და ეს გავლილება ყველაფერი უკვე კაცო რა. ისევ ესე მოხდება, ისევ უცოდინარები მოხდებიან ამ პროფესორების ადგილებზე და საბოლოოდ იქნება ისეთივე სერიოზული დაღმასვლა, რომელიც აიყო იმისი 30-იანი წლების შემდეგ საქართველოში. რამე ტოროშელიძის რექტორობამდე მივალთ, ისევ? აკადემიის მივლენ ეს ლოგიკაა, გაიგე, სოციალური ქსევის ლოგიკაა, შენ თუ გინდა უმაღლეს განათლების კონტროლი, ბოლოს მიხვალ ექამდე რა ტოროშელიძემდე, რა თქმა უნდა. აბა რა სიტყვა. ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ იქამდე სანამ კობახიძე ამაზე დაიწყებდა ლაბარაკს. აღმოაჩინეთ, რომ საქართველო გამოეთიშა ერასმუსის პროგრამების ძალიან დიდ ნაწილს. ახლა ამ რეფორმების ვითომ რეფორმების განხორციელება ხელშეუწყობს ჩვენს დაბრუნებას, ჩვენს მეტ ინტეგრაციას ერასმუსის პროგრამაში თუ საბოლოოდ მოგვაგორებს ქვას, რასაც ქვია. ერასმუსის პროგრამაში მონაწილეობას აქვს რამდენიმე ეფექტი. ერთი აკადემიური ხარისხი, ხო? ანუ მე როცა ვარ პროფესორი, ჩემ კოლეგა ევროპელ პროფესორებთან საქმიანი ურთიერთობა ცხადია მე მამდიდრებს როგორც სპეციალისტს, ხო? იმიტომ რომ ხდება გამოცდილების გაზიარება, მე ჩავდივარ ევროპაში, ისინი ჩამოდიან ჩემთან, ერთმანეთისგან სწავლობთ, როგორ ჯობია თქვა ჩვენი საგნის სწავლება, კვლევის ახალი მეთოდები, სტუდენტების შეფასების წესები და ასე. ანუ აკადემიური ასპექტი არის ძალიან მაღალი. ლინგვისტური ასპექტია ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, რომლებიც თქვა უცხო ენას სწავლობენ და ასე შემდეგ. კულტურული კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრს დადიხარ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი ერასმუსის სტიპენდიანტები იქ რო სწავლობენ, არა მათ აქვს საშუალება ძალიან იაფად იმოგზაურონ ევროპაში და ეს არის ძალიან სერიოზული კულტურული ასპექტი. ასევე სტუდენტებში ძალიან მნიშვნელოვანი არის, ისინი იზრდებიან როგორც პიროვნება, იმიტომ რომ მარტო არის უცხო ქვეყანაში დედმამის და ბებიის გარეშე და დამოუკიდებლად ცხოვრობს, დამოუკიდებლად არკვევს თავის ბიუჯეტს, დამოუკიდებლად ხარჯავს თანხას, აქვს ურთიერთობა ძალიან ბევრ უცხო კულტურის წარმომადგენელთან. ეს არის ძალიან სერიოზული ზრდის პროცესი ამავე დროს. ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს იმიჯისათვის, იმიტომ რომ ეს ხო ყოველთვის
ორმხრივი პროგრამა იყო და მარტო ჩვენ კი არ მივდიოდით ევროპაში, ისინი ჩამოდიოდნენ ჩვენთან და საქართველოს ძალიან პოპულარული ქვეყანა იყო როგორც ევროპელი სტუდენტებისთვის, ასევე ევროპელი პროფესორ-მასწავლებლებისთვის აქ ჩამოსასვლელად, იმიტომ რომ როგორც თქვი, აკადემიური კომპონენტის გარდა კულტურული ასპექტები ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ქვეყნის იმიჯისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი ჩამოსულიყო აქ და ენახა ჩვენთან როგორ არის მოწყობილი. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ასევე მეცნიერების განვითარებისთვის, იმიტომ რომ ნახე ევროპა როგორმე საქართველოს გარეშე გაძლევს, მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან პატარა და საკმაოდ ღარიბი ქვეყანა და ამ შემთხვევაში მე მარტო ფინანსურ რესურსებს არ გულისხმობ. ჩვენი მოსახლეობა 4 მილიონზე უფრო ნაკლები არის. ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ გქონდეს საერთაშორისო კოოპერაცია ევროპელ კოლეგებთან, რომ საუკეთესო ახალი ტექნოლოგიები შევისწავლოთ და გქონდეს წვდომა ახალ ცოდნაზე, იმიტომ რომ ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოში დაფინანსების კუთხით თუ ვიმსჯელებთ, არც უმაღლესი განათლება და არც მეცნიერება ნამდვილად პრიორიტეტული არ გახდა. მეცნიერების დაფინანსება 1%-ზე უფრო ნაკლებია მთლიანი შიდა ბიუჯეტიდან, ხო? ანუ ძალიან დაბალი ფინანსური რესურსები გვაქვს და ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ჩართული ვიყოთ აი ამ საერთაშორისო ქსელებში და მონაწილეობა მივიღოთ მათ საერთო პროექტებში და ერაზმუსი ამისთვის ძალიან კარგი პირველი ნაბიჯი არის. იმიტომ რომ მაგალითად ევროკავშირის მეორე დიდი ჩარჩო პროგრამაა ჰორიზონტი, რომელიც მეცნიერების სფეროში თანამშრომლობაზეა ორიენტირებული და ძალიან ბევრ ჰორიზონტის პროგრამაში ჩვენი კოლეგები ჩაერთვნენ სწორედ ერაზმუსით გაცნობილ პროფესორებთან ერთად. ანუ ერაზმუსი ეს პირველი ნაბიჯი ამ კოოპერაციის, კომუნიკაციის და მერე გადადიხა ცოტა უფრო მაღალ დონეზე. ამიტომ არ ვიცი, სარგებელის გარდა ამ პროგრამას ჩვენთვის სხვა არაფერი მოუტანია. ნაწილი შეჩერდა. ეხლა როგორც გითხარი, ამ ერაზმუსში არის სასტიპენდიო პროგრამები და არის ინსტიტუციური განვითარების პროექტები. ხო? ინსტიტუციური განვითარების პროექტების დაახლოებით 1/13-ში სავალდებულო იყო განათლების სამინისტროს მონაწილეობა მაგალითად. და ეხლა რატომ რა პრინციპი არის, რომ ანუ შეიძლება იყოს ერაზმუსის პროექტი, რომელიც კონკრეტულ უნივერსიტეტებს წაადგება. მაგრამ არის ერაზმუსის პროექტები, რომელთა ამოცანა არის არა ერთი და ორი უმაღლესი სასწავლებლის მხარდაჭერა, არამედ ქვეყანაში არსებული მთელი უმაღლესი განათლების სისტემის მხარდაჭერა. მაგალითად, პლაგიატთან ბრძოლა, მაგალითად აკრედიტაციის და ავტორიზაციის ახალი კრიტერიუმების შემუშავება და ზოგადად ხარისხის სისტემის გამართვა, მაგალითად სტუდენტთა მომსახურების სერვისების შემუშავება, მაგალითად უნივერსიტეტების მესამე მისიის შემუშავება და ამ პროექტებში სამინისტროს მონაწილეობა იყო აუცილებელი როგორც გარანტორისა, რომ ამ პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები მთელ ქვეყანაზე გავრცელდებოდა, ხო? და დაახლოებით 1/13 იყო ესეთი პროექტებისა და აი ამ პროექტებზე წვდომა ჩვენ შეგვიჩერდა. აქვე ვიტყვი, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს გარდა ძალიან აქტიურად მონაწილეობდა და სარგებელს იღებდა ერაზმუსის პროგრამებისგან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სწორედ ის ცენტრი, რომელიც ავტორიზაცია აკრედიტაციაზე არის პასუხისმგებელი. ასევე მონაწილეობდა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი, ასევე მონაწილეობდა სპორტის პროგრამებში სპორტის სამინისტრო თავის დროზე, ასევე მაგალითად რეგიონული უნივერსიტეტების განვითარების პროექტი ჰქონდა და იქ მუნიციპალიტეტებიც იყო ჩართული, აი ეს ყველაფერი დაგვეხურა. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ სადღაც პროგრამების 1/3, რაც არ არის ცოტა, არც ფინანსურ და არც სხვა, ასე ვთქვათ, ასპექტებს თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს დღეს დაეხურა ამის გამო. ლიკა, ალბათ არსებობს სტატისტიკა, რაოდენობის, რამდენი ქართველი სტუდენტი, რამდენი ქართველი მეცნიერი მონაწილეობდა ერაზმუსის პროგრამებში. და ამასთან შედარებით ალბათ გაცილებით უფრო რთული დასათვლელია. საბოლოო ჯამში რა ეფექტი ჰქონდა მათ ჩართვას ამ პროგრამაში, მათ მონაწილეობას ერაზმუსის პროგრამაში? რა ცოდნა ჩამოიტანეს, რა გავლენა მოახდინა ამ ცოდნამ ქართულ მეცნიერებაზე, ქართულ აკადემიაზე ზოგადად? პირველად ეს პროგრამა დაიწყო 30 წლის წინ, 1995 წელს, მაშინ მას ტემპუსი ერქვა, ანუ წინსწრებით სხვა პროგრამა იყო, უბრალოდ მერე მოხდა მისი რესტრუქტურიზაცია და 30 წლის განმავლობაში თუ რამე კარგი გაკეთებულა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში, ყველგან იყო ერაზმუსის თანამონაწილეობა. იქნებოდა ეს ახალი სახელმძღვანელოების შემუშავება, ბეჭდვა, გამოცემა, ახალი ლაბორატორიების აღჭურვა, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, უმაღლესი განათლების რეფორმის მხარდაჭერა, ხარისხის სისტემების განვითარება, ავტორიზაცია, აკრედიტაციის კრიტერიუმების შემუშავება, პლაგიატთან ბრძოლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
80-ზე მეტი პროგრამა, პროექტი დაფინანსდა და 13,000-მა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა ერაზმუსის სასტიპენდიო პროგრამებით, როგორც სტუდენტებმა, ასევე პროფესორ-მასწავლებლებმა. და ამან რა შედეგი მოგვიტანა? ევროპის ხელი დაგვეტყო მეცნიერებაში. გასაგებია, რომ ჩვენთან განათლების ხარისხი ძალიან მაღალი შეიძლება არ იყოს, მაგრამ მკვეთრად გაუმჯობესებული არის იმასთან შედარებით, რაც იყო ამ 30 წლის წინ. ანუ ამა თუ კარგად, ამ რეფორმების შედეგად, რომლებიც ჩატარდა ბოლო წლების განმავლობაში, ბოლონიის პროცესში ჩვენი მონაწილეობის შედეგად, ერაზმუსის, ჰორიზონტის და ბევრი სხვა დონორი პროგრამის დახმარებით, უმაღლესი განათლების სფეროში სავალალო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს და პრემიერი, როცა ამას ამბობს, ის უბრალოდ ცრუობს. ან არ იცნობს სიტუაციას უმაღლეს განათლებაში. პრობლემები ბევრად უფრო მკაფიო და მძლავრი არის საშუალო განათლების სფეროში და როგორი სიტუაცია იქნება ახლა იცი რომ შენ გაქვს შენობა განათლების სისტემა რომლის საძირკველი გაქვს მორყეული და ისევ სახურავის ასე ვთქვათ გალამაზებით იწყებ ამ სიტუაციის გაუმჯობესებას. ერთია გამოცხადებული მიზეზი, მაგრამ რა შეიძლება იყოს რეალური მიზეზი? აი, საკუთარი შვილების ბოღმა აქვთ? ამიტომაც გაუგებარია რა უნდათ, ხო? ესე იგი, პრინციპში თუ უნდათ რომ სტუდენტები აყარებოს, სტუდენტი ხო არ არის, ის არის ახალგაზრდა ყოველთვის გააპროტესტებს. რათა მით უმეტეს ახლა საინფორმაციო იმის პირობებში, ხო, დღევანდელი როგორც არსებობს, რა როგორი საინფორმაციო მრავალფეროვნება და თქმედობა. ხო და მე მგონი ამით პირიქით, ესე იგი, ამას რა მოყვება, ხო? მოყვება ბევრი სამუშაო ადგილის გაუქმება. კარგი ამბებიც გვაქვს. ვინმე რომ არ თქვას, რომ მარტო ცუდ ამბებზე არიან ჩასაფრებულები და კარგი არაფერი უხარიათო. პოლიციის აკადემიას მიენიჭება უნივერსიტეტის სტატუსი და გახდება უკვე უმაღლესი სასწავლებელი. და ქართულ სკოლებში მეორე კარგი ამბავი დაიწყო უფროს კლასელებისთვის ახალი კურსის სწავლება. კურს ქვია პროფესია პოლიციელი. ეს ხო კარგი ამბებია. ეს ხო სერიოზული წინსვლა უკვე განათლების რეფორმის. ქოცები შემხედვარე მე ბევრი წელია უკვე ველოდები, როდის დააბრუნებენ ისტორიის ბორბალს უკან და იმ ინსტიტუტებს, რომლებიც თავის დროზე გადაეცა უნივერსიტეტებს, როდის გამოიყვანენ ამ უნივერსიტეტებიდან და როდის დაუბრუნებენ მეცნიერებათა აკადემიას, როგორც ეს იყო 30 წლის წინ. სულ მგონია რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ბატონ როინსა და სხვა ღვაწლმოსილ მამულიშვილებს ამ აქს ასე დაუფასებს. და იქნება საქართველოში ისევე როგორც იყო 30 წლის წინ და როგორც დღეს არის თურქმენეთში მაგალითად. ბატონმა როინმა ხო კარგად იცის ზოგადად რა ხდება და როგორ ხდება თურქმენეთში, იმიტომ რომ მუდმივად ატარებს სამეცნიერო კონფერენციებს თურქმენეთის ნეიტრალიტეტზე მაგალითად. თქვენ ელოდებით რომ ჩვენ დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში, დავბრუნდებით დღევანდელ თურქმენეთში. ესე იგი, აკადემიაში ამ ინსტიტუტის დირექტორებს იბარებენ და ელაპარაკებიან. ანუ ამზადებენ იმისათვის, რომ აკადემია დაიბრუნებს ინსტიტუტებს. ასე ეს იქნება რა. ჩვენ ესე ტყუილა გონია რომ არ იქნება, იქნება აუცილებლად. ეს ინსტიტუტის დირექტორები ხო ხედავ ხმას არ იღებენ. არ ლაპარაკობენ საჯაროდ. მიდიან, ელაპარაკებენ, მოდიან. ჩვენ თქვით გავიგეთ უბრალოდ რა, რომ თურმე ესე იგი იმაში განათლების სამინისტროში ეწყობა ეს ისა რა შეხვედრები, როგორც იცი რატო არის ეს უცნაური და ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ მე რა, მაგრამ რა, იმიტომ რომ ეს ინსტიტუტების უმეტესობა არის ისა უნივერსიტეტების შემადგენლობაში შესული. ანუ ეს ინსტიტუტები ცალკე გამოყვა დირექტორები და აჩვევენ რომ ის არის ახლა თქვენ იქნებით დამოუკიდებლები. მე ეტყვიან რომ ცოტა ხანში ვიცი რა თქვენი დამოუკიდებლობა არ გამოდის ბევრი ხარ ძალიან და მოდი შედით აკადემიაში და აკადემიის ქვეშ იყავით. აი ესეთი პროცესი იქნება რა. ჩვენ ძალიან ბევრი რამე მოვიგეთ რა, უნივერსიტეტის ინსტიტუტებმა. ჩვენ ძალიან ბევრი რამე მოვიგეთ, ინსტიტუტებმა ძალიან ბევრი რამე მოიგეს, იმიტომ რომ ხელფასები გაეზარდათ, გახდნენ პროფესორი. ჩვენ თმეს ილიას უნივერსიტეტს ვამბობ შემთხვევაში. სხვებზე არ ვამბობ და არც ვიცი იქ მართალი გითხრა რა ხდება. და ჩვენთან ბევრი რამე მოიგეს, იმიტომ რომ ვინც იყო, ესე იგი, ღირსეული მკვლევარი გახდა პროფესორი. მეტი ფული მეტი ქონდა, სტუდენტებთან ქონდა ურთიერთობა, საკლუბო ფული მეტი ქონდა, ესე იგი, სტუდენტებთან ქონდა ურთიერთობა და ძალიან ბევრი რაღაცა მოიგეს ჩვენთან შემოსვლით. კვლევის ფული საიდან მოდის? სახელმწიფოსგან თუ უნივერსიტეტისგან? რაღაც საკუთარი შემოსავლებით. სახელმწიფო რაღაცა ფული მოდის, მაგრამ არის უნივერსიტეტისგანაც ფული. გააჩნია, ესე იგი როგორ იქნება რა. არის ფული უნივერსიტეტისგან, არის ფული სახელმწიფოსგან. ის სახელმწიფოს ფული ცოტაა როგორც წესი რა. და როგორც წესი არაფერს არ ყოფნის რა. და ეს ყველაფერი ბატონ როინ მეტრეველის ფრთებქვეშ არ გამოვა? იმას რო ჩააბარონ მერე გადასანაწილებელი თანხა. მაინც ბატონ როინი გამოცდილი კადრია სანდო. ეს ყველაფერი ბატონ როინის ფრთების ქვეშ რა თქმა უნდა არ გამოვა, იმიტომ რომ არ იქნება კავშირი სტუდენტებთან და იმათთან. სხვა ინსტიტუტებთან, რომელიც უნივერსიტეტის ინსტიტუტები არიან და ესე იგი ისინი ვერ სწავლენ, ისინი დარჩებიან აქ. ხო, ჩვენ ხო ორნაირი ინსტიტუტები გვაქვს, ერთი რომ შემოერთებული, მეორე ადგილობრივი.
და ფული, იმიტომ რომ ფული ყოველთვის ისეთია, ხო? ესე იგი, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი შანსია, ესე იგი, უნივერსიტეტის გავლით მოიპო კვლევითი გრანტები, ვიდრე აკადემიის გავლით, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ყველგან ეს სისტემები ინტეგრირებულია და როდესაც ლაპარაკია კვლევის დაფინანსებაზე, იგი გულისხმობა, რომ ამით რაღაცა სწავლას ფინანსდება ამავე დროს, რა, იმიტომ რომ კარგი კვლევა არა კარგი სწავლა. როდესაც შენ მარტო შეიტანდა ეთქო რა არა იცი რა მე ცალკე ვარ ახლა და აკადემიის სისტემაში გაურკვეველი ეს კავშირი როგორ იქნება. სანე დავუშვათ ფონდში რომელიღაცა იმ უცხოეთის ფონდში რა სადღაც რა რომელზეც ეუბნები ან ჰორიზონტი ან რაღაცა ხო? ახლა ორივე მომიხსენით, რას ნიშნავს პრინციპი თითო ფაკულტეტი თითო ქალაქში. რატომ არის ეს პრინციპი ცუდი ან რატომ არის ეს პრინციპი კარგი? ვინ რას მოიგებს ამით, ვინ რას წააგებს და ზოგადად ვინ შეარჩევს ამ ფაკულტეტებს, ვინ გაანაწილებს მათ, ვინ მიაკუთვნებს კონკრეტულ უნივერსიტეტებს, კონკრეტულ ქალაქებს, კონკრეტულ ფაკულტეტებს. რა ნიშნით, რა კრიტერიუმით? ისევ საბჭოთა კავშირის გამოცდილება გეგმური ეკონომიკის. ესე იგი, მაგალითად ის არის. საქართველოში იქნება ერთი იურიდიული, ერთი ბიოლოგიური, საქართველოს თბილისში იქნება ერთი იურიდიული, ერთი ბიოლოგია, ერთი საინჟინრო და ამ შემდეგ რა. რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ გამართლებს, იმიტომ რომ მათ იცი როგორ წარმოდგენავ და მე რატომ გონია რომ და რატო ვფიქრობ რომ ეს ძველი ხალხი არის ამას ჩართული, იმიტომ რომ იმათ წარმოდგენა არ აქვს თანამედროვე განათლება და კვლევა როგორია. აი ეს ამას უდგეგმავს, იმიტომ რომ იმათ გონიათ რომ აი შენ ახლა იტყვი რომ აი მოდი იურიდიული იყოს ცალკე და აქედან რაღაცა გამოვა, არაფერი არ გამოვა აქედან, ისედაც რა გამოსულია და აქედან რა უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ იურიდიული თუ არსებობს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებასთან ერთად სადმე რა, კარგი თუ არის რა. იგივე დავუშვათ ისა საინჟინრო საინჟინრო მაგალითად ესე იგი თანამედროვე საინჟინრო კვლევები და განვითარება საერთოდ წარმოუდგენელია სოციალური მეცნიერების გარეშე, იმიტომ და იგივე არის ფაქტობრივად ეკოლოგიაც, ხო? ძალიან ბევრი რამე. და ჯანდაცვა გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სრულუფლებიანი წევრი სამედიცინო განათლების და კვლევის, საერთოდ ხო წარმოუდგენელია იქ რომ ისინი არ ჰუმანიტარები და ისინი სოციალურ მეცნიერებს წარმოადგენენ. აი ესეთია თანამედროვე განათლება და კვლევა ესეთია და ისინი ვინც ფიქრობენ რომ ერთი ფაკულტეტი ერთი ქალაქი ისინი აი ძველი წესები საბჭოთა წესებით ადროვენ და ფიქრობენ რომ ხო რა აი ფიზიკა შეიძლება ცალკე ბიოლოგია შეიძლება ცალკე იურისპრუდენცია შეიძლება ცალკე და ყველაფერი იქნება კარგად. რა მაგალითიც მოიყვანა კობახიძემ, ხო თბილისშიო იურიდიული ფაკულტეტიო 4 სახელმწიფო უნივერსიტეტში არისო, ხო? ჯავახიშვილი, ილია, ტექნიკური უნივერსიტეტი და სოხუმის უნივერსიტეტი, ხო? ანუ სოხუმისათვის ცალკე ფენომენი არის, იმიტომ რომ ეს არის უნივერსიტეტი, ლტოლვილი უნივერსიტეტი არის, ხა მისთვის ფაკულტეტების მოხსნა საერთოდ აბსურდია, მე თუ მკითხავ. მაგრამ ნუ დევნილი უნივერსიტეტი, ხა როგორ შეიძლება მისი ესე გამოშიგუნება, მაგრამ ნუ არ ვიცი. აი დავუშვათ რომ 3 არის, ხო? ესე იგი, იურიდიული ფაკულტეტი ფუნქციონირებს მარტო ერთში, სავარაუდოდ ეს იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იმიტომ რომ იქ არის გაბისონიაც, ირაკლი კობახიძეც და ყველანი ეს ოხანაშვილიც, ყველანი მანდარიან პროფესორები, ასე ვთქვა და ალბათ თესეულს დაუტოვებენ ტრადიციულად ამ იურიდიულ ფაკულტეტს. ეს ნიშნავს ასეკურველია ძალიან დიდ უმუშევრობას, იმიტომ რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც სხვა უნივერსიტეტებში იყო, კარგავს სამსახურს, ეს ფაკულტეტები უბრალოდ იხურება. ესე იგი, მონოპროფილური უნივერსიტეტები გაჩნდება, ანუ ტრადიციული გაგებით უნივერსიტეტი სახელმწიფო იქნება 2, როგორც ჩვენ მივხვდეთ, იქნება ერთი ქუთაისის საერთაშორისო და მეორე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ყველა სხვა დანარჩენს ექნება რაღაცა თითო პროფილი შერჩენილი. ნუ ხა გასაგებია რომ სახელოვნოებს, სპორტის უნივერსიტეტს, საზღვაო აკადემიას ალბათ ვერაფერს ვერ დაუშავებენ მათი პროფილიდან გამომდინარე, მაგრამ მთელი მრავალწლოვანი მუშაობა, რომელიც მაგალითად ორიენტირებული იყო რეგიონების გაძლიერებაზე და რეგიონული უნივერსიტეტების როლის წინ წამოწევაზე რეგიონის განვითარებისთვის, აი ეს ყველაფერი წყალში იყრება, იმიტომ რომ თქვენს რომ პროფილური უნივერსიტეტები იქნება ახალციხეში, ზუგდიდში, გორში, თელავში, იგივე ბათუმში რაც იქნება, ანუ მათაც გამოშიგნავენ მთლიანად, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპიდან გამომდინარე. და დაუტოვებენ რა ვიცი მეღვინეობას, მეცხოველეობას და პედაგოგიკას და ეს იქნება. ლიკა, ქუთაისის რომელ უნივერსიტეტზეა კონკრეტულად ლაპარაკი? აკაკი წერეთლის სახელობისაზე თუ ბორის ივანაშვილმა რო აშენა იმაზე? ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე არის აქცენტი. და არა ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტზე, არა. ბიძინას უნივერსიტეტზე არის აქცენტი გაკეთებული. გახდა სახელმწიფო ეს როგორი ვარიანტია, როგორც ბლექსი არენაზე და დენდროლოგიურ პარკზე მოხდა, ანუ ამან ჩადო საწყისი ინიციატივა ააშენა და მერე გადასწამა და ეხლა თქვენ მიხედეთო. და ამ უნივერსიტეტის შენახვა არ არის მარტივი ამბავი, გუზარმაზარი კამპუსი არის. და ზოგადად დიდ ფინანსურ წვრთათაც დააწვა ბიუჯეტს მაგ უნივერსიტეტის შენახვა. ეს ხო არ ეფუძნება არანაირ ნორმალურ შეფასებას, ხო?
ანუ ეხლა მათ თბილისი ჭორებით ივსება, რომ ფიზიკის ფაკულტეტი თსუ-დან გადავა ტექნიკურ უნივერსიტეტშიო. ანუ რა არიან გადაწყვეტილების საფუძველი? ეს ხდება მექანიკურად რაღაცების დაშლა შეერთება, პლუს აქ იხსნება ძალიან დიდი სივრცე ინდივიდუალური ვაჭრობისთვის სიტყვა ჩაწყობის ხმარება არ მინდა, იმიტომ რომ კობახიძესთან საქმის ჩაწყობა რთულად წარმომიდგენია, მაგრამ აი რაღაცა დარწმუნება, სირბილი, ვიღაცების ჩართვა, იმის ცოლთან, იმის დედასთან, იმის ბიძასთან ხალხის მიგზავნა, რომ იქნება დაგვიტოვოთ ჩვენ უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება, იქნება ეს ფაკულტეტი დაგვიტოვოთ. აი ეხლა იქნება ეს ქართული ხალხური გარჩევები ძალიან სერიოზული და 6 თებერვლამდე როგორ მოესწრება ამ სისტემის გადალაგება ძალიან მაინტერესებს. ვერაფრით ვერ გეტყვი რა მოესწრება ამ შემთხვევაში რას იზამენ. 6 თებერვალი, იმიტომ რომ ეს არის ის ვადა, რომელზედაც უკვე ნაეკმა უნდა გამოაქვეყნოს, რომ მომავალი აბიტურიენტებისთვის მათ უკვე იცოდნენ, რომელ უნივერსიტეტში რა პროგრამებზე, რა ფაკულტეტებზე რამდენი ადგილი იქნება გამოცხადებული. ანუ მაგ დროისთვის უკვე უნდა ვიცოდეთ ჩვენ, ვის რომელი ფაკულტეტი შერჩა და სად როგორ განთავსდა ეს სახელმწიფო დაკვეთა. კოცებს სინამდვილეში ეს თემა ხო ახლა არ წამოუწევიათ, ეს არ არის მათი ახალი იდეა. ჯერ კიდევ 2024 წელს, როდესაც ნახეს წააწყდნენ პროტესტს, თქვეს რომ ეს ყველაფერი უმაღლესი განათლებიდან მოდის და უმაღლეს განათლებას უნდა მივხედოდო. ამიტომ პრინციპში ეს სიურპრიზი ალბათ არ ყოფილა. სინამდვილეში ხო გითხარი, ეს დამერკანტილურია ეს ყველაფერი რა, ყველა მხრიდან. ერთი მხრივ ეს არის როგორც გითხარი, შენობების გაყიდვა და ამით ანგზის ფულის გაკეთება, მეორე მხრივ ეს არის ისა ძალაუფლების დაბრუნება და ამ ძალაუფლების ფულის გაკეთება, რეპეტიტორები, ჩაწყობები, ფულის მიტანები, როგორც იყო რა საბჭოთა კავშირში რა. ერთადერთი რასაც შეიძლება იფიქრო აი ამაზე, რასაც უყურებ, მე მგონი ეს რეალური ჰიპოთეზა ეს არის, რაც შეიძლება ამის შესახებ ჩამოვაყალიბოთ, რატო კეთდება ეს ყველაფერი. ნუ პლუს რა თქმა უნდა, ეგ არის როგორც ჩანს რუსეთის დავალება, რაღაცა ევროპას მოწყდომა, ევროპულ სივრცეს მოწყდომა და ასე შემდეგ რა. კომპლექსურია. შეიძლება ითქვას, რომ მე კობახიძის იდეებისა ვერაფერი გავიგე, მაგრამ მე არ ვარ დარგის სპეციალისტი, როგორც ამას თორნიკე რიჟვაძე იტყვის. მაგრამ თქვენ ხარ დარგის სპეციალისტები, ამიტომ თქვენ გეკითხებით. რატომ უნდა აიგზავნოს ქართულ უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების სწავლა? რა დააშავეს უცხოელებმა? ზოგადად რომელი უცხოელები ჩამოდიან, ვინ ჩამოდის ქართულ უნივერსიტეტში სასწავლებლად, რა სპეციალობებს სწავლობენ, ამდენადაც მე ვიცი. აი ვიცი 90% ალბათ უცხოელებისა მოდის სამედიცინო უნივერსიტეტზე და უნივერსიტეტი მათი გადახდილი გადასახადებით ინახავს თავს, რასაც ქვია. მათი თუ დგას სული. და ეს თუ ავგზავნეთ, მერე რა იქნება? ზოგადად რას გვიშავებენ? ეხლა რას დაგვემართა ჩვენ ერაზმუსზე და ანტიევროპული პოლიტიკის გამო რომ ჩახსნეს სამინისტროები, თუ აი ეს ჩანაწერი კონცეფციაში განხორციელდა და სახელმწიფო უნივერსიტეტებს თუ აუკრძალეს უცხოელების მიღება, ერაზმუს საერთოდ შეიძლება დავემშვიდობოთ მომავალში, იმიტომ რომ მთლიანად ცვლის ინტერნაციონალიზაციის თემას უმაღლესი განათლების დონეზე. ამათი გაცხადებული პოლიტიკიდან გამომდინარე, როგორც ახსნეს, არის ის, რომ უცხოელების რაოდენობა უნივერსიტეტებში არათანაბარ პირობებში აყენებდა ქართველ სტუდენტებს, რომ უნივერსიტეტი მეტ რესურსს ახარჯავდა უცხოელებს, ახლა მათ მეტი ფული შემოჰქონდათ და ამიტომ ახლა მათ აუკრძალავენ ამ შემოსვლას და შესაბამისად მთელი ენერგია და რესურსი უნივერსიტეტისა მოხმარდება ქართველ სტუდენტებს და ეს იქნება მათი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი გზაო. ნუ რაც ახლა მე ხა შეიძლება 1-2 სტუდენტი მიიღო კონსერვატივის ახლა ქართული ხალხური მრავალხმოვანება, ვისაც უნდოდა ახლა თქვა ბრავოჟამიერის სწავლა, ვისაც უნდოდა, ის მოდიოდა კონსერვატორიაში, ხო? რა ვიცი მე, ლინგვისტიკის სტუდენტები და ქართველოლოგიის ხალხი მოდიოდა 1-2 კაცი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ძირითადი მასა გასაგებია 91-92% იყო სამედიცინო სტუდენტები. და ეს უცხოელი სტუდენტები იმიტომ ყავდა ამ საწყალ უნივერსიტეტს, რომ ეს იყო მისთვის დამატებითი თანხების მიღების საშუალება, იმიტომ რომ არსებული დაფინანსების სქემა არ მუშაობდა. ანუ სამედიცინო ფაკულტეტები თავისი უცხოელი სტუდენტებით იყვნენ სხვა ფაკულტეტების დონორები ფინანსური. ანუ ამ ფაკულტეტიდან მიღებული შემოსავლით მერე უნივერსიტეტი ინახავდა კიდევ სხვა დარგებს და სხვა საკითხებს. ეხლა ამას რო უსპობენ არა, ჩემის აზრით და მარტო ჩემი არა, ძალიან ბევრი ექსპერტი ამაზე ლაპარაკობს, ეს არის ერთ-ერთი მეთოდი იმისა, რომ უნივერსიტეტს ყველანაირად შეუზღუდონ
სხვა სახის, სხვა წყაროდან დაფინანსების მიღების საშუალება და ის მთლიანად თავიდან ბოლომდე იყოს სახელმწიფოს კეთილმოებაზე და მის განწყობაზე დამოკიდებული. ანუ ეს არის ფინანსური კონტროლის გამკაცრება უნივერსიტეტებზე. ამ უცხოელი სტუდენტების გაგდებას შესაბამისად შემოსავლის ნაკლებობას დააკომპენსირებს სახელმწიფო. ახლა ლაპარაკობენ რომ იქნება სახელმწიფო შეკვეთა. ზოგადად რა არის სახელმწიფო შეკვეთა? დღევანდელი სტუდენტი გრანტს რომ იღებს, ესეც ხომ ერთგვარად სახელმწიფო შეკვეთაა, მოაქვს სახელმწიფოს ფული და აძლევს უნივერსიტეტს. კიდევ რაიმე ახალი სისტემა იქნება? დამატებითი სისტემა იქნება თუ უბრალოდ განივრცობა დღევანდელი დღეს არსებული სისტემა? ადგილები შეზღუდული იყო და ამიტომ მე ამ ჩემი გრანტი და ჩემი ქულები იყო კიდევ მნიშვნელოვანი. ანუ მე თუ შენზე მეტი ქულა მქონდა, მე მქონდა უპირატესობა ჩამებარებინა იმ ფაკულტეტზე, რომელზეც ჩვენ ორივეს გვინდოდა შესვლა შეზღუდული ადგილების რაოდენობის შემთხვევაში. ანუ სტუდენტს ჰქონდა არჩევანი. ეხლა გეუბნებენ ეგეთ რაღაცას, რომ არავითარი ასე ვთქვათ პარალელური ადგილების რაოდენობა, აი ვიტყვი რომ საქართველოს სჭირდება 3 პიანისტი, 5 ფიზიკოსი და 6 იურისტი წელიწადში, მეტი არა. აი ამ 3 პიანისტის, 5 ბიოლოგის და 6 იურისტის ადგილი იქნება მკაფიოდ განსაზღვრული კონკრეტულ სასწავლებელში და მხოლოდ იქ შეიძლება ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ ადამიანს მისვლა. და ის ვაუჩერიც ჩაირიცხება ალბათ იმ უნივერსიტეტში. არ ვიცი ახლა კონკრეტულად როგორ იქნება ეს ვაუჩერის თემა შენარჩუნდება. მოცულობებს აღარ ზრდიან როგორც დაიწერა და ალბათ პირდაპირ ეს ფული წავა იმ უნივერსიტეტში. არაფერი სხვა იქ არ იქნება. ხო იქნება კაცის ყლა აი ამ შემცირებული რაოდენობის ადგილებზე, იმიტომ რომ კვეთრად შემცირდება მისაღები ადგილების რაოდენობა. ლოგიკურად მე ასე მესმის რომ თუ თითო ქალაქს დაუტოვებენ თითო ფაკულტეტს, თუ თითო უნივერსიტეტს დაუტოვებენ თითო ფაკულტეტს, კაცრად განუსაზღვრავენ რამდენი სტუდენტის მიღება შეუძლიათ რა სპეციალობაზე და რაღაცა გეგმას დაუსახავენ. შესაბამისად სახელმწიფომ უნდა იყოს მე ამ სტუდენტების დასაქმების ვალდებულება საკუთარ თავზე. როგორც ადრე იყო. ასე იქნება? მე მგონი ეს არავის არ ხსენებია. თავისთავად აბსურდია, შენ სწორედ თქვი რომ არ გესმის ამის აზრი, იმიტომ რომ აბსურდია არ შეიძლება თავისუფალი ბაზრის საბაზრო ეკონომიკის პირობებში არსებობდეს სახელმწიფო დაკვეთა. და კიდევ მეორე კითხვა ჩდება. თუ სახელმწიფო მიკვეთავს მე უნივერსიტეტს კონკრეტულ ადგილს და მეუბნება რომ 5 ბიოლოგზე და 6 იურისტზე მეტი არ უნდა მოამზადო, იმიტომ რომ ჩემი შრომის ბაზის კვლევა ამას აჩვენებს, რომ მე ეს სტუდენტები რომ დაამთავრებენ სწავლას ამათ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით. ჩვენ ახლა ძველი თაობის ხალხი ვართ, ჩვენ გვახსოვს მაგალითად განაწილების სისტემა, ხო, სამსახურებში რომ ანაწილებდა სახელმწიფო. არ არის გამორიცხული, რომ იგივე სისტემის შემოbrunებას აპირებენ, იმიტომ რომ რაღაცის საფუძველზე ხო განსაზღვრეს ეს სასწავლო ადგილები, არა, რომ 6 იურისტია საჭირო და 5 ბიოლოგი. მე უნდა დაასაქმონ ის 5 ბიოლოგი და 6 იურისტი, ალბათ, ხო? ანუ მან ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის. მან აბსოლუტურად გაუგებარია ამას რეალურად როგორ განახორციელებენ. თეორიულად ზუსტად ეგ არის რა, თეორიულად საბჭოთა კავშირში რო იყო სახელმწიფო შეკვეთა, მაგას ნიშნავდა, რომ მე უნდა დაესაქმებია რა. ეს მაგას ნიშნავდა. ამ შემთხვევაში მე მგონი ეს მაგას არ ნიშნავს. სახელმწიფო შეკვეთა პრინციპში არსად არ არსებობს წესო ქვეყანაში იმაზე სწავლაზე, სახელმწიფო შეკვეთები არსებობენ კვლევაზე. აი მაგალითად ხო გახსოვს ეს იმას, აი აივის უნივერსიტეტს რო ქონდა ტრამპთან კონფლიქტი, მაგრამ რო თქვა რომ თქვენ თუ ეხლა გააგზავნეთ და მოუკეთებთ ფულს აღარ გაგცემ, ის ფული იყო ზუსტად კვლევის ფული. რო აძლევდა ფედერალური ფული კვლევისათვის. ასე რომ ეს არსებობს შეთანხმება სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის შორის, რა ესე იგი ფული რო ის კი არა, რა უნდა იკვლიო, რა ესე იგი ესენი თავაზობენ და ამპირებს სახელმწიფო ეუბნება რომ ეს გამოიკლია და მე უნივერსიტეტი აკეთებს რა. ლოგიკური ეგ არის, ხო რომ თუ გეუბნება რომ იქნება სახელმწიფო დაკვეთა სტუდენტების რაოდენობაზე, მე უნდა კითხო შემდეგ კითხვა რომ კი ბატონო სახელმწიფო დაკვეთა იქნება და ამათ სამუშაო ადგილები. ეს ხალხი მუდმივად გვიფრიალებს ხვირწინ თავიანთ გერმანულ თუ ამერიკულ თუ რაღაც დასავლურ დიპლომებს. მაგრამ რეალურად არ ესმით რომ მათი ჩაფიქრებული თუ ბოლომდე ვერ ჩაფიქრებული რეფორმა ააცილებს საქართველოს დასავლური აკადემიური განვითარების გზას. ეს მათ არ ესმით თუ განგებაკეთებენ ამას. სულ ლაპარაკობ იმაზე, რომ ეს ჩინეთის თემა ეხლა რომ ამოტივტივდა არის ძალიან ყურადსაღები. ეს ერაზმუსის თემა ერთ-ერთი მისი შედეგი იქნება ჩვენი იზოლირება დასავლური სამყაროსგან. და ჩანს რომ ამ იზოლაციის ჩანაცვლებას ცდილობენ ჩინეთთან დიდი დაახლოებით. სწორედ აი ახლა ამ დღეებში არის განათლების სამინისტროს და რუსთაველის ფონდის დელეგაცია ჩინეთში. და იქ ქონდათ რამდენიმე შეხვედრა,
პროფესიული განათლების სფეროში და ასე შემდეგ. ძალიან ყურადსაღებია ეს ჩვენი ორიენტაციის გადატანა ჩინეთზე, იმიტომ რომ ზომიდან, ბიუჯეტიდან, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ხა ჩვენ თანასწორუფლებიანი პარტნიორი ჩინეთთან არ ვიქნებით, მე მგონი ყველას კარგად ესმის. და ასევე ყველას კარგად ესმის ის, რომ ჩინეთთან ერთი ყველაზე უფრო მთავარი სამეცნიერო საგანმანათლებლო პარტნიორი დღეს არის რუსეთი. და როგორც წესი, დიდი პროექტები არ არის ხოლმე ბილატერალური, არის მრავალქვეყნიანი, ასე ვთქვათ, არ არის გამორიცხული, რომ ჩინეთის მეშვეობით ჩვენ ისევ რუსეთის კალთაში ჩავგორდეთ საგანმანათლებლო სივრცეების ჰარმონიზაციის მხრივ და ასე შემდეგ. მე აი ეს მაშინებს ძალიან, რომ ევროპის და ზოგადად დასავლეთის ჩანაცვლება ხდება აქტიურად ჩინეთით ამ წუთას და ამ ჩინეთს გვტენიან ყველანაირად ყველა კუთხით. თავისთავად ჩინეთთან სამეცნიერო საგანმანათლებლო ურთიერთობის წინააღმდეგი არავინ არ არის. აქ ლაპარაკია უკვე მონოპოლიაზე, რომელიც იქნება ჩინეთის სახით და რომელიც ჩაანაცვლებს დასავლეთს. და ამის ნიშნები ძალიან კარგად ჩანს და ეს არის ძალიან სახიფათო, მე თუ მკითხავ, ჩვენი ზომის და ჩვენი რესურსების მქონე ქვეყნისთვის. ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამები უკვე გამოცხადდა, ეხლა იანვარში არის დედლაინი მიღების. ამ ეტაპზე რაოდენობებით ჯერ ახლოს არ არიან, მაგრამ თუ მივუშვით და თუ მოუნდათ კი, აქ საკითხავი სხვა თემა არის. ჩინეთი ზოგადად ევროპისგან განსხვავებით დიდ თანხას, ასე ვთქვათ, თავის სატელიტი ქვეყნების განათლების და მეცნიერების განვითარებაში არ დებს. ეს არ არის მისი ინტერესი. რაც უფრო იაფად ჩავუვარდებით მათ ხელში, მით უკეთესი. ამიტომ ძალიან დიდი ინვესტიციების ჩადებას განათლებაში და მეცნიერებაში ჩინეთისგან ჩვენ არ უნდა ველოდეთ. ჩინეთმა იქნებ გვასწავლოს როგორ მოვიპაროთ სხვისი ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები, ეგეც საქმეა. ფაქტია. ჩინური აკადემია ცნობილი არის პლაგიატის ყველაზე უფრო მაღალი ხარისხით. ანუ გარდა სამრეწველო შპიონაჟისა, აკადემიური პლაგიატია იქ ძალიან და ჩვენ თუ ამის სწავლება გვინდა კიდევ კარგად ყოფილა საქმე. ანუ ხოლმე ჩვენ პატარა ღარიბი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა, რომ რაღაცად მაინც განვითარდეთ და ნახე ამ განათლების რეფორმის ერთ-ერთი ცუდი შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ არაკონკურენტუნარიანი ხდებით როგორც ქვეყანა. იმიტომ რომ თუ ფული არ ჩაიდო განათლებაში და მეცნიერებაში და თუ ეს არ გაკეთდა სწორედ, ჩვენ დავამთავრებთ როგორც არაბების და რუსების სააგარაკო ზონა. ამას ვამბობ ყველა ინტერვიუში აბსოლუტურად. იმიტომ პირდაპირ ამაზეა ბმული, ხო? შენ ხდები არატექნოლოგიური ქვეყანა, რომელიც რაღაცა ამ ქსელში, რაღაცა ერთ ჯაჭვში მაინც ჩართული იქნება, რაღაცის წარმოების, რაღაცის ინოვაციის სახით. არა, ხინკალი ხაჭაპურის ქვეყანა, რომ სააგარაკო ზონა. მეტი არაფერი არ დაგვრჩება აქ. და აი ეს არის ყველაზე უფრო მწარე. გიგი, მართლა გვემუქრება ხინკალ ხაჭაპურის მეცნიერებამდე დაღმასვლის პერსპექტივა? და თქო, ადამიანები ისწავლიან მაინც ისწავლიან, ესე იგი, მაგათ ახლა, ესე იგი, იცი როგორ არის ძალიან სწრაფად ვითარდება მაგალითად ისა ელექტრონული განათლება, ხო? რაღაც ისინი საერთაშორისო ხდება ნელ-ნელა, ალბათ რაღაცა მნიშვნელოვანი ძვრები უახლოეს წელიწადში მოხდება. აი ეს ისა, ესე იგი, ეს რაღაცა ბუდიალი აი ამ საქართველოს განათლების სისტემის გამორჩილებაზე უბრალოდ სასაცილოა რა. ვერანაირად ჩვენ ახალგაზრდა თანამედროვე სამყაროში ვერ შეზღუდვა განათლების მიღებას რა. ეგ არის წარმოუდგენელი. ნუ ახლა შეიძლება ინტერნეტი ჩავუკეთოთ და ყველგან ჩაკეტო, მაგრამ ნუ ეს უკვე სხვა ამბავია, ხო? ინტერნეტის აკრძალვა. ინტერნეტი შეზღუდვა ინტერნეტს არის სინათლის გამორთვა. ნუ გენერატორებს იყიდეს, მე გენერატორები უნდა აკრძალო. მე აკუმულატორებს იყიდეს, აკუმულატორები უნდა აკრძალო და ამ შემდეგ რა. დიდი მადლობა ორივეს ამ ოპტიმისტურ ნოტაზე დასრულებული ამ პესიმისტური პროგნოზებისთვის. ქოცმა ზოგადად რას ხელი მოკიდა ყველაფერში ჩააკოცა, ამიტომ არც განათლების რეფორმა არ იქნება გამონაკლისი, თუ კი ქოცი მას ბოლომდე მიიყვანს, ან თქვათ შუამდე მაინც მიიყვანს. იმედი ვიქონიოთ უბრალოდ რომ ვერ მიიყვანს, ისევე როგორც ვერ დაამთავრა უამრავი პროექტი, ინფრასტრუქტურული თუ არაინფრასტრუქტურული და ამის იმედი ვიქონიოთ რომ ქოცი ბოლომდე ვერ მიიყვანს იმ განათლების იმ რეფორმას თუ ვითომ რეფორმას, რომელიც ჩაიფიქრა და რეალურად ვერ მოუსპობს თავის შვილებს და ჩვენ შვილებს ევროპული განათლების მიღების პერსპექტივას. ეს იყო ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება თენგიზ გოგოტიშვილთან. აუცილებლად გვიყურეთ და მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. ან იმაზე, რომელიც თქვენ ყველაზე მეტად გეხერხებათ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაგეკებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემები.